გამარჯობა. თქვენ უყურებთ ჩემი არხის მე-1000 ვიდეო გაკვეთილს და პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ გამომწერი არხის, რომელიც უკვე 26,000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ამისთვის უღრმესი მადლობა. მე გახლავთ გიორგი დათუკიშვილი და თქვენ ტრადიციულად უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს ვიდეო გაკვეთილი მიმეძღვნა იმ თემისათვის, რომელიც ყველაზე პოპულარულია არხზე. ეს არის VLOOKUP-ი, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვაქვს XLOOKUP ფუნქცია, რომელმაც ფაქტობრივად ჩაანაცვლა VLOOKUP-ი და დღეს ის, ასე ვთქვათ, წარსულს ბარდება, მაინც დარჩა VLOOKUP-ში ისეთი რამ, რასაც XLOOKUP-ი ვერ გვაჩვენებს. მოდით ვნახოთ თუ რაზეა საუბარი და რა შეუძლია გააკეთოს VLOOKUP-ის მაგივრად XLOOKUP-მა. მაგალითად, თუ გვენდომებოდა, რომ აი ამ მონაცემებისათვის ამოგვეღო სხვადასხვა მონაცემი, რომელიც არის მაგალითად რამოდენიმე სვეტი, შესაბამისად გვაქვს დავუშვათ სახელი, გვაქვს მაგალითად რეგიონი, გვაქვს მაგალითად ასაკი, გასარკვევი ამ ადამიანებთან მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ისინი აი ამ ფორმით და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავწეროთ დავუშვათ XLOOKUP-ი. მართალია XLOOKUP-ის გაკეთების მომენტში ჩვენ გვახსოვს, რომ უკვე არის შესაძლებლობა, რომ მივუთითოთ lookup value, რომელიც მიეთითება შემდეგ lookup array-ში და მთლიანი მასივი მიეთითება და return array იქნება პირდაპირ მაგალითად მონაცემი, რომელიც არის გვარი. და ასეთ შემთხვევაში მივიღეთ, რა თქმა უნდა, პასუხი და თავისთავად მისი გავრცელებით გვაქვს ეს შედეგები. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლებელი არ არის ყოველთვის XLOOKUP-ი იყოს საუკეთესო გამოსავალი იმისეთი ტიპის ამოცანებისთვის, რომელსაც VLOOKUP-ი ასრულებს ხოლმე. ერთი საიდუმლო ნაწილი, რომელიც არც თუ ისეთი პოპულარულია და კარგად არის დამალული VLOOKUP-ში, უნდა წარმოგიდგინოთ ახლა ის. თუმცა სანამ VLOOKUP-ზე გადავალთ, უნდა შეგახსენებთ, რომ Microsoft Excel-ის ჯერ კიდევ ძველ ვერსიებში, სანამ იარსებებდა SPIL კატეგორიის ფუნქციები, ჰქონდა ფორმულები, რომელიც მასივში უნდა ჩასმულიყო და მასივის ფორმით უნდა დაწერილიყო. ფიგურულ ჩხილებზეა საუბარი და შემდეგ Ctrl-Shift-Enter-იც უნდა გვეხმარა. თუ ძველი ვერსიის Excel-ში ვხსნით, სადაც თუნდაც XLOOKUP-ი არც კი გვაქვს, რასაკვირველია უნდა გამოვიყენოთ VLOOKUP-ი და ვნახოთ ზუსტად VLOOKUP-ის ის, ასე ვთქვათ, საიდუმლო ნაწილი, რომელიც არის მის ფორმულაში ერთ-ერთ არგუმენტში ფიგურული ფრჩხილების გამოყენება, რათა მასივის ვიზუალი მივცეთ. თუმცა თუ ახალი ვერსიის Excel-ი გვაქვს, შეგვიძლია კვლავ გამოვიყენოთ VLOOKUP-ი, უბრალოდ აქ არ დაგვჭირდება დამატებითი ღილაკები, თუმცა მასივის ფუნქციებს კვლავ დავწერთ. და ამითი ვნახავთ, რომ რეალურად ის, რასაც XLOOKUP-ი ვერ აკეთებს, VLOOKUP-ს შეუძლია რომ გააკეთოს. წავშნი ამიტომ თქვენი ნებართვით არსებულ ფორმულებს და დავწერ უკვე ფუნქციას VLOOKUP-ი. V ანუ ვერტიკალური ძებნა, ცხადია ეს საკითხი შეეხება HLOOKUP-საც, თუ ჰორიზონტალური ძებნის შემთხვევა გვაქვს. და აი, ხედავთ, რომ მივიღეთ lookup value, ანუ ეს არის მონაცემი, რომელიც გვაქვს მოსაძებნი მეორე ცხრილში. Table array-ში, რა თქმა უნდა, ვნიშნავთ მთლიან ცხრილს. და აი აქ უკვე calm index number-ი, როგორც გახსოვთ, ეთითება მე იმდენე სვეტი, რომლის ამოღებაც გვინდა. ჩვენი მიზანია, რომ ამოვიღოთ surname-ი, შესაბამისად ჩვენ როგორც გახსოვთ ცხრილში, მესამე სვეტი გვაქვს surname-ი, შემდეგ გვაქვს მეხუთე სვეტი და შემდეგ მეშვიდე სვეტი, ის სვეტები, რომელიც გვჭირდება. სწორედ აქედან გამომდინარე, გავხსნით ფიგურულ ფრჩხილს და ჩამოვწერთ იმ სვეტების ნუმერაციას, რომელიც გვინდა. ამ შემთხვევაში არის 3, შემდეგ ავიღოთ მოდით 7 და შემდეგ ავიღოთ მოდით 5, რათა არ გვეგონოს, რომ მაინდა-მაინც მიმდევრობა უნდა იყოს მათემატიკური წესით დაცული. ანუ მიმდევრობა, რომელიც თქვენ როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ წამოიღოთ. და რა თქმა უნდა, range lookup-ში ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, VLOOKUP-ში ვწერთ ხოლმე null-ს. ძირითად შემთხვევებში, ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ 0 იგივე არის false-ი, ანუ რაც ზუსტ შესატყვისს ნიშნავს. თუ უფრო მეტი დაზუსტება გინდათ იმის შესახებ, თუ რა არის ზუსტი შესატყვისი, მაშინ იხილეთ VLOOKUP-ის ვიდეო ჩემივე არხზე, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, რომ ყველაზე პოპულარული ვიდეოა და 90,000 უნიკალური ნახვა აქვს. ზოგადად კი არხს აქვს 6 მილიონზე მეტი უნიკალური ნახვა, კიდევ ერთხელ ამისათვის ძალიან დიდი მადლობა თვითოულ თქვენგანს.
დავაწვეთ OK-ს და როგორც ხედავთ, სამივე მონაცემი მივიღეთ. ანუ სამივე სვეტის მონაცემი წამოღებულია და თუ აი ამათვის გვინდა ამ მონაცემების მიღება, რასაკვირველია, ფორმულა თვითონ ჩაიწერა და სამივე სვეტი წამოიღო. ეს x lookup-ისათვის არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ესენი არ არიან მიმდევრობითი სვეტები. რო ყოფილიყო მიმდევრობითი სვეტი, მაშინ რა თქმა უნდა გამოვიდოდა. სათაურები კი ძველი ამოცანიდან მაქვს შემორჩენილი, როგორც გახსოვთ და რეალურად ეს აი ასეთი ფორმით შეგვიძლია დავწეროთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ უყურებთ ჩემს არხს, მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ გელოდებით ტრენინგებზე და ველოდებით თქვენ შეკითხვებს. ნახვამდის.